ამდენჯერ გადაგდა ხელი და კონკრეტულად რომელი ხელი გადაგდა და სა. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახისარეში. აქტის ძლიერთან დაკავშირებით საკმაოდ ძლიერი. საკმაოდ ძლიერი. ეს ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემს მიერ განსტილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში, რაღაც ისე აღიქვეს. მე უბრალოდ რა ვიცი, კითხვა მაქვს ლოგიკური. სახეში როცა გირთხამე თავს გესმია, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რა ვიცი, ქართულ საკმაოდ კარგად ვსწავლობ. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი ამ დროს, როდესაც სახეში ხელს უთხრამენ, რა ვიცი, მე განვიცადე ტკივილი. თუ ვინ შეიძლება ბატონო გეგუაძის სახის ტიპს პირველი მეორე ტიპი ქვია, მაგრამ ფერქნთალებს რო ვეძახით, ამ ადამიანებში, ნახეთ, თუ ეკინა, თუ გაწითლდა კონტაქტის ადგილი, მაშინ ის აუცილებლად დატოვებდა კვალს და გეტყვით რატომ. ამ ტიპის კანში, როგორც ბატონი გეგუაძეს აქვს, ხო? კაპილარები ძალიან ეს ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება პირველი, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს. ბატონ გეგუაძის კანი ერთგვაროვანია, რა თქმა უნდა და ის რომ თუ მე რას ვამბობთ, რომ ბიოლოგიას ეწინააღმდეგება პაციენტის ნათქვამი ასეთ დროს და როცა ბიოლოგიას ეწინააღმდეგება, როცა ობიექტური ნიშნები რაღაც არ მაქვს ხოლმე პრაქტიკაში, ხო? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე ვიწყებ ფიქს სიმულაციაზე. პაციენტის შემთხვევაში, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არ ვაჟღერებ ხა პაციენტთან, უფრო მეტი დიპლომატია გვმართებს. არ მაქვს ფიზიოლოგიური რეფლექსები, რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი თუ მეტკინ, აი თუ და რა ვიცი, გაიარეთ ფეხი რაღაცას გაკარით და გეტკინათ, ხო, ხელს იჭერთ. ეს უნდა გქონდეს ყველა თუ ცოცხლები ვართ. თუ რა თქმა უნდა პარალიჩიანი არ არის პაციენტი, ეხა თუ ან ბოტოქსით არ არის გაჟღენთილი, ბოტოქსის შემთხვევაში ეხა ხელის მოძრაობას მაინც აკეთებს პაციენტი, ხო? ეხა ბოტოქსიან პაციენტებში მიმიკა არ არის ხოლმე, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს რეფლექსი უნდა იყოს. მიმიკა, მოტორი, ადამიანი ჩაიკეცა, არ ჩაიკეცა, აი ამას ვაქცევთ. ხმის, დარტყმის ძალა, რა ვიცი, ეხა აი ხო აქვს ხმა, მაგრამ არ მტკივა.